მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს უნდა გავაგრძელოთ ავატარი ლეგენდა აანგზე. რითში გვაქვს მეორე სეზონის მესამე სერია. წინა ორმა სერიამ გამახარა. როდესაც როგორც სეზონის პრემიერა, სეზონის დასაწყისი პირველი სერია იყო შვენიერი და მეორე სერიაც ძალიან კარგი იყო. ერთადერთი მინუსი ალბათ მეორე სერიის და საერთოდ მთელი სერიალის ის არის, რომ კატარას და ანგის კოცნა არ გვაჩვენეს. ეს მართლა საჭირო იყო ახლა. პირველი კოცნა ბოლოს და ბოლოს. დანარჩენები კაცის მიღმა რომ მოხდეს, კი ბატონო რა პრობლემაა. ანუ კაცის მიღმას რას უძახი, რომ მოხდეს და ისე გააკეთონ, რომ ჩვენ არ გვაჩვენონ. აი როგორც პირველზე გააკეთეს, მაგრამ აი ამის ჩვენება რავი. კარგი იქნებოდა რა ჩვენებინათ. ნუ მესმის მუთქენი ბავშვებისთვის სადაც ცდილობენ არ აჩვენონ ასეთი სცენები, მაგრამ რავი. რო გვკვირდები ახლა, Steven Universe-შიც იყო, თავგადასავლების დროშიც იყო, Ben 10-შიც იყო. და მე მგონი ნუ Arcane-ზე არ მაქვს საუბარი 18 პლუსია. ასე თუ ისე მაინც კარგი სერია იყო და ველოდები მესამე სერიაში რა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მომაშუ დაპყრობილი ყავთ იმათ ცეცხლის ბრძანებლებს. იმედია აზულას ვნახავთ ისევ, იმიტომ რომ პირველ სერიაში და მეროსა საინტერესო პერსონაჟია და იმედია ბუბის ვნახავთ უკვე ამ სერიაში. შეუძლია დავიწყოთ ყურება. ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. მეორე სეზონის მესამე სერია დავიწყეთ 3, 2, 1. რელიზი მოამზადა acharan.com-მა. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. ეს აზულა არის და ანგი. ცეცხლზე ჰაერზე. 4-ერი მშვიდობიანი. აი უნდა დავკურებოდი გამახსენე წინასე რომ თქვი. შეცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა კარგი დაიწყო. დამავიწყდა. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს. 4-ვე სტიქის დღეს ერთ სერიას ვუყურებთ, ამიტომ შემდეგ ვიდეოში დავაკვირდები. სოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი ლეგენდა აანგის შესახებ. უცნაურია პირველ სეზონს რომ თარგმნიდნენ როგორც ომაშუში დაბრუნება. ომაშუში დაბრუნება. როგორც ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი და ახლა მეორე სეზონს როგორც ავატარი ლეგენდა აანგის შესახებ. ამას ვერ ვიჯერებ. ვიცი რომ ომის შორს გავრცელდა, მაგრამ ომაშუ ყოველთვის ხელშეუხებელი ჩანდა. ხო რა. აქამდე სწორედ ასე იყო. ახლა კი ბასინგსემ მიწის სამეფოს ერთადერთი ციხესიმაგრეა. ეს საშინელებაა. მაგრამ გზა უნდა განვაგრძოთ. არა. ბუმი უნდა ვიპოვო. აანგ შეჩერდი. ისიც კი არ ვიცით ბუმი ისევ რა? საცხალია თუ არა? ისევ აქ არის თუ არა. ვიცი რომ ბუმი აირჩია, მაგრამ სხვა ადამიანებიც არიან, რომლებიც მიწის მართვას გასწავლიან. საქმე მასწავლებლის მოძებნას არ ეხება. საქმე მეგობრის მოძებნას აუ ეს გაითქმა იყო. არ დაგავიწყეთ რომ ანგი და ბუმი მეგობრები არიან, მიუხედავად იმისა რომ ერთი 100 წლის უფროსია მეორესე. ეს შენს კითხვას პასუხობს? კი. ნუ ერთ ტიპს კი იყვნენ თანატოლები. სოკა. ახლა კატარას რა უჭირთ? ერთი ჰაერის ბრძანებელია მეორე წყლის. ისეთი ცუდი არ იყო, როგორიც მეგონა. ის საერთოდ არა. აუ. ეს რა? არ მეშვებიან, დამეხმარეთ. ნუ ხმაურობ. ეს უბრალოდ იასამნისფერი პენტაპუსია. იასამნისფერი პენტაპუსი? აუ. კვალი გიდარჩა სახე. გაშვება. კომენდანტის საათის დროს გარეთ რას აკეთებთ? უკაცრავად. კომენდანტის საათის ახლა სახლში დროს. მივდიოდით. მოიცადეთ, ამბის რა სჭირს? პენტაპოქსი აქვს ბატონო. გადამდებია.
საშინელება, ხვდები. მომაკვდინებელია. რუნი პენტაპოქზე მსმენია. შენი ბიძაშვილი კი, არა, მსმენია. დაიცვალა ჯობია წავიდეთ და ხელები დავიბანოთ. და ტანსაცველიც დავწვათ. გმადლობ, მეგობარო. აუ. ზოგიერთი ბიოლოგიის ცეცხლის როდესაც რეშტერია. ძმასა და ბიძას ეძებ, სამეფო აზულა. პროცესისთან მოგზაურობა სასურველი აღარ არის. ეს ჭკვიანურიც აღარ არის. თუ გინდა რომ მოულოდნელობის ელემენტი შეინარჩუნო. მართლები ხართ. სამეფო პროცესია ზედმეტი ტვირთია. თუ მსხვერპლის დაჭერა მინდა მარჯვე და სწრაფი უნდა ვიყო. პატარა, რჩეული გუნდი მჭირდება. დროა ძველ მეგობრებს ვესტუმრო. მოდით ბუმი ვიპოვოთ და აქედან წავიდეთ. ახალმიდელობა თქონდა, წამოდით ბუმი გრუას ნახოთ. მალავენ, სადაც მბრძანებლობას ვერ შევძლებთ. ის ადგილი ლითონისგან იქნება გაკეთებული. ეს პრობლემაა. ჩემი სიძულვილი ამ ადგილის მიმართ უსასრულოა. მე, მამა შენი გუბერნატორად დანიშნეს. აქ მე? მეურად ვცხოვრობთ. ბედნიერი იყავი და ეს ყველაფერი შეირგე. ახალი პერსონაჟი. სამიზნე გვიახლოვდება. გაანადგურეთ. მეგონა ცეცხლის სამეფოში ჩემი ცხოვრება მოსაწყენი იყო, მაგრამ ეს ადგილი აუტანელია. აქ არაფერი ხდება. გამწუთეს მოწინააღმდეგე. ცეცხლის ბრძანებელი გადაარჩინე? და ახლა თვითონ ხოცავენ. ვიღაცამ გადაგვარჩინა. სერიოზულად? დაილი, უღმარათობად. ნუ ეს შენ ხარ. აზულა. შენი ნახვა ძალიან მიხარია. გთხოვ, უფლება არ მომცე, რომ იმის კეთებაში შეგიშალო ხელი, რასაც აკეთებ. მითხარი, ავადიშვილი აქ რას აკეთებს? ჩვენმა მშობლებმა გოგონების სამეფო ცეცხლის აკადემიაში იმიტომ არ გაგზავნეს, რომ ბოლოს ასეთ ადგილას აღმოჩენილიყავით. შენთან ერთი წინადადება მაქვს. მე მოღალატეს ვეძებ. ჩემი მოხუცი სულელი ბიძა ხომ გახსოვს? მახსოვს. ძალიან მხიარული იყო. ჩემთვის პატივი იქნება თუ შემოგიერთდები. მე? სიამოვნებით შემოგიერთდებოდი. მაგრამ სინამდვილეში აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი აურა ასეთი ვარდისფერი არასდროს ყოფილა. შენი მჯერა. კარგი, ნამდვილად არ მინდა რომ შენთვის სასურველ ცხოვრებაზე უარი ჩემ გამოთქვა. გმადლობა ზულა. რა თქმა უნდა, სანამ წავალ შენს წარმოდგენას ვნახავ. რა თქმა უნდა. ეს უკვე რაღაც ანუ, მეგობარი თქვენთან ერთად არის? მოწინააღმდეგეებს ხელმძღვანელობს? რა თქმა უნდა არა. შემოსევის დღეს ყველანი საბრძოლველად გავემზადეთ. ჩვენი ქალაქის დასაცავად მოვემზადეთ. ჩვენი სიცოცხლის და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვინდოდა. სანამ ამის შესაძლებლობა მოგვეცა, მეფე ბუმი დანებდა. რა? მეფე ბუმი დანებდა? შემოსევის დღეს მეფე ბუმის მკითხერისი გაკეთება უნდოდა. თვალებში შემომხედა და მითხრა: მე არაფრის გაკეთებას ვაპირებ. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. არა მგონია. შეგრძოლება თავისუფლების მოპოვების ერთადერთი გზაა. მე მგონი ცოტა სხვანაირად თქვა. სინამდვილეში თავისუფლების მოპოვების სხვა გზაც არსებობს. თქვენ ომაშუდან წასვლა შეგიძლიათ. ცეცხლის სამეფოსთვის მთელი ძალისხმევით იბრძვით. ცოტანი ხართ და ვერ გაიმარჯვებთ. ახლა უკან უნდა დაიღიოთ, რათა შემდეგ ბრძოლაში გაიმარჯვოთ. არაფერი გესმის. მათ სახლი წაგვართვეს, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
არ ვიცი იანგ. მეც მგონია რომ ახლა უკან დახევა ჯობია. ხო, მეც ამბის ვეთანხმები. ყველა ეთანხმება. კარგი, მაგრამ ქალაქის დატოვება ათასობით ადამიანს მოუწევს. აქედან როგორ უნდა გავიყვანოთ? სულელები ხართ. ყველანი პენტაპოქსით უნდა დაავადდეთ. სერიოზულ. ისე შეიძლება გაამართლოს. აუ. ამ ნიშნების გამო ავადმყოფებს გავხართ, მაგრამ დაავადებული ადამიანები ვით უნდა მოიქცეთ, რათა დაგიჯერონ. სწორედ ამას გულისხმობ. დიდი გამოცდილება მაქვს. კი. კარგი, ახლა ყველანი ავად გახდით. ყველანი ავად გახდით. ანგრას აკეთებ. ჩვენთან ერთად არ მოდიხარ? არა, აქედან არ წავალ სანამ ბუმის არ ვიპოვე. აპატიე მომო, მოგვიანებით გაჭმევ. ნუ ანგი კი. ანგს ყველაზე მეტად უნდა ახლა გულის პოვნა. ისე შეიძლება ყველა სიკვდილით დაგსაჯო. მაგას ვერ გიფიქრიათ? შავი ჭირი. ანუ შეეშინდებათ. ცხადია. მაგრამ რისკი მაინც იყო ესე. რა ხდება იქ? გუშინ ვიღაც ბავშვები ვნახე. პენტაპოქსი ჰქონდათ. ალბათ დაავადება გავცალდა. პენტაპოქსი. დარწმუნებული ვარ მსმენია. საშინელება. რა უნდა ვქნათ? ქალაქიდან გაუშვით, მაგრამ არ შეეხოთ. ქალაქი ამ დაავადებისგან უნდა დავიცვათ. არ შეეხოთ კი. ცეცხლის ფანტელები არ გინდა. შეხება სურზე. შე? საშინელება. მუმის ცხოველი. ანგი უკვე წყალს იგენებს. წამოდი ფლოპსი. ბუმის მოძებნაში დამეხმარ. ჰიპ ჰიპ. რა? როგორ ჩენშენეს არ გესმის. წავედით. ჰიპ მიჩვეული აპაზე. Mamo. Ой, бабушка. Როგორ გადმოძრა იქიდან? ეს არ არის კარგი. ბავშვი გადმოვიდა სახლიდან და გაყვა მიწის ბრძანებლებს. რადგან ცეცხლის ბატონის ქალიშვილი ჩვენს მოკრძალებულ ცირკს ესტუმრა. გითხარით რა გავაკეთოთ, რათა წარმოდგენა უფრო საინტერესო გახდეს. გეტყვით. დაუჯერებელია. როგორ ფიქრობთ, ჩამოვარდება? რა თქმა უნდა, არა. მაშინ წარმოდგენა უფრო საინტერესო გახდება თუ ქსელს აიღებთ. რა? საქმე ის გახლავთ, რომ შემსრულებლები მართალია. ასეთი რამ უკვე იყო. იდეა მაქვს. ქსელს ცეცხლი წავკიდოთ. რა თქმა უნდა, პრინცესა. რა გჭირს ადამიანო? შესანიშნავია, უბრალოდ შესანიშნავი. რომელი საშიში ცხოველი გყავთ? ჩვენ სირკს ყველაზე ეგზოტიკური ცხოველები ხავს. ყველა ცხოველი გამოიყვანეთ.
რელიზი მოამზადა აჭარანეთქომა. გიჟი არის გეუბნებით ეს ადამიანი. ის ყველგან ვეძებეთ. ბუმი არსად არის. პრობლემა გვაქვს. ხალხი დავთვალე. არა, ვინმე ქალაქში დაგვრჩა? არა. ზედმეტი გვაქვს. ბავშვი როგორ გაიქცა? 1 წლის ბავშვი. ესე იგი, მათ ჩემი შვილი მოიტაცეს? კი, აბა, ყველაფერი მიტაცეს. ჭკვიანურად და ეშმაკურად გააკეთეს. ისინი მეფე ბუმის გვანან. რისი გაკეთება გინდათ, ბატონო? ძალიან კარგი წარმოდგენა იყო. ერთი სული მოქვს ხვალინდელ წარმოდგენას როდის ნახავ. მაპატია აზულა, მაგრამ სამწუხაროდ ხვალ წარმოდგენა არ იქნება. მართლა? სამყარომ ნიშანი მომცა, რომ პროფესიის შეცვლის დროა. მინდა რომ შემოგიერთდე. არა, ძალიან ცუდი ბავშვი ხარ. კარგი. ძალიან საყვარელი ხარ. ხო, ახლა ის საყვარელია, მაგრამ როდესაც გაიზრდება, ცეცხლის სამეფოს არმიას შეუერთდება. შემდეგ კი აღარ იტყვი, რომ ის საყვარელია, ის მკვლელი იქნება. თქვენი აზრით მას მკვლელის სახე აქვს? გადაწყვეტილი ხარ. შიკრიკი ქორი. ეს ცეცხლის სამეფოს გუბერნატორისგან არის. ის ფიქრობს, რომ მისი შვილი გაიტაცეს. ამიტომ გაცვლას გვთავაზობს. შვილს მეფე ბუმიზე გაცვლის. რა? ანუ ბუმი? აცნობიერებ, რომ შესაძლოა მახეში აღმოჩნდეთ. ასე არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, რომ გუბერნატორს თავისი შვილი ისევე უნდა, როგორც ჩვენ ბუმი. ახალი დღე დადგა. მე კარგი მე ვთქვით, რომ ჯერ ბუმი მოგიყვანოთ და მე დავუბრუნებთ შვილს. ეს საუნდტრეკი რა არის? მითხარი, რომ აქ ჩემს მოსაკვირად მოხვედი. მოსაკვირ. შენი ნახვა მიხარია მე. მეგონა გაიქეცი და ცირკს შეუერთდი. თქვი რომ ეს შენი მოწოდებაა. არა. აზულამ უფრო ხმამა. ანუ ეს იგი ყველი ნიშნულოვანი მისია მაქვს და მეგობრები არიან? თანახმავარ. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ აქედან წავიდე. საინტერესოა. ახალი პერსონაჟები დაგვეცა. ჩამოხვედით. შუა დღისას მოწინააღმდეგეებთან გაცვლა უნდა გავაკეთოთ, რათა ტომტომი დავიბრუნოთ. ჰა, თქვენი შვილის გამო ძალიან წოხვარ. მაგრამ რას ფიქრობდით, როდესაც ქალაქიდან ხალხს უშვებდით? ეგ სიბართლეა, დებილები ხართ. ჩემმა ეს ქალაქი განდოთ. თქვენ კი შეცდომებს უშვებთ. მაპატიეთ, პრინცესა. თქვენ აქ დარჩებით. გაცვლის საქმეს მე იმიხედავს, რათა თქვენ შეცდომები აღარ დაუშვათ. და ამაში აღარ არსებობს. ამ ქალაქს მამაჩემის პატივსაცემად ახალი ოზაი ერქმება. არა რა. ახალი ოზაი არ ერქმებას. ძველის გვეყოფა. სამი მუშკეტერი ცეცხლის ქვეყნის ყველას მოგესალმებით. ჩემი ძმა მოიყვანე. ის აქ არის. გაცვლისთვის მზად ვართ. უკაცრავად რაღაც იდეა მომივიდა. წინააღმდეგი ხომ არ ხართ? რა თქმა უნდა, არა პრინცესა აზულა. 2 წლის ბავშვს მეფეში ვცვლით? ის მიწის ძლევამოსილი ჯადოქარია. ჩემი აზრით ეს უსამართლო გაცვლაა. ხომ ასე? ხა ავატარს მოითხოვენ, არა? მართალი ხარ. გარიგება გაოქმებულია. მომავალ შეხვედრამდე. რა? ბუმი! გიაზუას წინააღმდეგ ეს საინტერესოა. არ იქნება? ავატარი. ხო, არც იცოდნენ. დღეს იღბლიანი დღე მაქვს. ეს შენ ხარ? საიდან მოხვედი? გამაგდით. აქედან გამოგიყვანთ.
და რთული გასაგები. უკვე მიურბივართ. ო, უი, აბა. ეს იყო ხო? ცირკის. სახელი კიდევ ავეცნე, მაგრამ ვინ არის მახსოვს? აუ. ანგ, ერთი წუთით გაჩერდი. კი. ერთი წუთით გაჩერდი. ჩამოვარდები. ძველი ტექნიკა, კი. ყველაფერი ისეა, როგორც ადრე, არა ბუმი? ანგ, უნდა დაგელაპარაკო. თქვენი ნახვა მეც მიხარია. არა, რაღაც მნიშვნელოვანს თქონდა. ისე სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს, რაზე შეიძლება მიუთითებდეს. ეს კაი ტექნიკა იყო. შენი ჯადოქრობის გარეშე როგორ იჭხუბებ? კი, ისეთ ადგილას მოვარტყარო. სოკა. უკლავდები. ოპა. იქ ანგია. ჩვენ მას დავიჭერთ. ანგი და აზულა წავიდა. გამაგდით ბუმი, ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ. და ისე ყურადღება არც მივიქცევია ეს ლურჯი ცეცხლია ხალხო. ანუ რავი, ჯერ ელვა ახლა ლურჯი ცეცხლი. თან რაღაც უცნაური ფორმის. მოკლედ რა აზულა საიდუმლოებით ასავსე. ხო, მათ სახე არ დამიფარეს. ანუ, ხო. არაფერი მესმის. თავი რატომ არ გაითავისუფლეთ? რატომ დანებდით, როდესაც ომაშო შემოესივნენ? რა დაგემართათ ბუმი? მისმინე ანგ, ბრძოლაში მოძრაობები არსებობს, რომელთაც ჯინგს უწოდებენ. ამ მოძრაობების დროს თავად წვეთ ენერგიას საით მიმართო. ვიცი, დადებითი ჯინგი შეტევაზე გადასვლა, ხოლო უარყოფითი ჯინგი უკან დახევა. და ნეიტრალური ჯინგია, როდესაც არაფერს აკეთებ. სამი ჯინგი არსებობს? სინამდვილეში 85 ჯინგი არსებობს. რომელი მესამეზე ვისაუბროთ? ნეიტრალური ჯინგი მიწის მართვის გასაღებია. ის მოსმენისა და შეტევისთვის სწორი დროის შერჩევას გულისხმობს. უკან სწორედ ამიტომ დაიხიეთ, ხომ ასეა? ხო, და წასვლაც სერაბუდაში იქნებოდა სწორი დრო. როგორც ჩანს, მიწის მართვის სხვა მასწავლებლის მოძებნა მომიწევს. შენი მასწავლებელი ის ადამიანი იქნება, რომელიც ნეიტრალურ ჯინგს ფლობს. ისეთი ადამიანი უნდა იპოვო, რომელსაც მოთმენა და მოსმენა შეუძლია სანამ შეტევაზე გადავა. გამარჯობა, მომო. მომოც ფლობს რამდენიმე ჯინგს. ნახვამდის ანგ, ერთმანეთს მაშინ შევხვდებით, როდესაც ამის დრო მოვა. ნუ არ ვიცი რა თქვა. შენს ძმასა და ბიძას ვეძებთ არა? ზუკას ნახვა საინტერესო იქნება არა მე? ხოლო ზუკას და აიროს არ ვეძებთ. ახლა მესამე სამიზნეც გამოჩნდა. ავატარი. კი. თუ ბავშვი ხო?
დაუბრუნა ფაქტობრივად მტრის ჯარს ბავშვი. აი ეს მესმის. ესე იგი ავატარი მეორე სეზონის მესამე სერია. რა ვთქვა? უცნაური სერია იყო, ვაღიარებ. აზულას გამოხტომებით დაწყებული ის ცეცხლის დანთება მოინდომა და ცხოველების შეშვება. ერთი მხრივ შეიძლება ვფიქროთ, რომ იცოდა რომ ავტომატურად მეგობროს სახელი. ნუ ის გოგო რომ კარგად იქნებოდა, არაფერი დაემართებოდა და მაგიტომ იმის შეშინება უნდოდა ხალხის. მეორე მხრივ შეიძლება სპეციალურად მაგიტომ რომ როგორ ხაც გადააფიქრებინა და შეერთებოდა ჯარს, რავი. შეიძლება. როგორც მე შევატყრე, მეი და ის გოგო ცეცხლის ბრძანებლები არ არიან. უბრალოდ ის აკრობატი არის და საკმაოდ მსხარტი და მოხერხებული და სწრაფი არის სხვათა შორის და კარგი ტექნიკები იცის, გოგოზე მაქვს საუბარი და მეი იარაღს იყენებს კარგად. რაც შეიძლება ძალიან გამოადგეს აზულას ბრძოლის დროს. თვითონ აზულას შესახებ აზრზე არ ვარ, რა ვიფიქრო მაგის ძალებზე, ჯერ ცეცხლი, ჯანდაბას, მერე ელვა და ახლა რაღაც ლურჯი, ელვა, ცეცხლი, რა იყო ეს? მე შეიძლება ახლა ვიგონებ რაღაცებს და ეს უბრალოდ ელვა იყო, ჩვეულებრივი ელვა, მე ლურჯ ცეცხლში ამერია, მაგრამ ისე ჩანდა თითქოს და ელვა არ ყოფილოდა ცეცხლი, ზუსტად ცეცხლი იყო. არ ვიცი, საკმაოდ იდუმალი პერსონაჟია, ჯერჯერობით მინდა გითხრათ. და მეიმ კიდე ბოლოში ისე ჩაეცინა ზუკოს ხსენებაზე, რომ აშკარად ვატყობ რაღაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს ზუკოს მიმართ. ზუკო ამ სერიაში თვითონ არ გვინახავს სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს ვნახავთ მალე. რაც შეეხება ბუმის, არ ვიცი. აი ერთი მხრივ მინდა ვიფიქრო, რომ მართლა რაღაც დიდი გეგმა აქვს, რის მეშვეობითაც საბოლოოდ თვითონვე იქნება ანგის მასწავლებელი, შეიძლება რამდენიმე სერიის შემდეგ და ჯერჯერობით სხვა იპოვოს ვიღაც. რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ მინდოდა თავიდანვე ბუმისგან დაეწყო. ნუ, კარგი. ჯანდაბას რაც არის. ხა დიდად რო გითხრათ, რომ მნიშვნელობა აქვს ანგისთვის პირადად, უბრალოდ რომ ანგის ძალებისთვის პირადად ვინ იქნება მისი მასწავლებელი, ბუმი თუ სხვა ძლიერი ბრძანებელი არა, მაგრამ ასე თუ ისე ანგისთვის პირადად ბუმი უკეთესი ვარიანტი იყო და სამწუხაროა რომ უარი თქვა. ზოგადად სერია კარგი იყო, მომეწონა. კიდევ ერთხელ ნახეთ ცეცხლის ჯარი ყველაზე უაზრო მხრიდან, იმიტომ რომ არა, სხვათა შორის რაც აზულამ თქვა სრული სიმართლე იყო. ანუ ძალიან სულელურად მოტყუდნენ. ანუ შეიძლება სულელურად არ მოტყუდნენ, მაგრამ უნდა შეემოწმებინათ როგორღაც მერე. მიუხედავად იმისა, რომ შეხების ეშინოდათ. ანუ დავიჯერო არავინ არ იცოდა ახლა, რომ რაც უნდა ითქვა სახელი დამავიწყდა ვირუსის გამოწვევი ჯერ ფაქტორები და მერე მიზეზები და მერე ისინი ეფექტები რა, იმაზე გამონაყარი იქნება თუ ხვალება იქნება თუ რაც იქნება, შანსი არა ახლა სოკას ზუსტად ისე აღწერა როგორც სინამდვილეშია. ასე რომ უნდა გადაემოწმებინათ მაინც სანამ გაუშვებდნენ ხალხს. და არ ვიცი, ბავშვი როგორ გაიპარა ქიდან მე წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ანგმა დააბრუნა. თან ყველაზე კარგი გზით. არც სამაგიეროდ მოითხოვა არაფერი და არც გააგებინა იმათ, რომ თვითონ ანგის დაბრუნებული იყო. პრინციპში ავატარი ეგრე უნდა იქცეოდეს. კაი მაშინ.
ყველაფერი ვთქვი და გემშვიდობებით. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქება, არხის გამოწერა, კომენტარების დატოვება და ზარის ღილაკის გააქტიურება. ნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კარგად ბრძანდება.